დღეს სტუმრად მოსვლავ თხოვეთ ანა ნაჭყებია საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარ საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელს. Ქალბატონო ანა, მოგესალმებით. სწორედ ქალბატონ ანასთან ერთად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხებზე უპირატესად, ცლად და ამომწურავად. ანა, მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის, მობრძანებისათვის და თქვენ შემთხვევაში მუდმივად გვაინტერესებს არსებული ვითარება პორტფელთან დაკავშირებით. რა ვითარება გვაქვს ამ პერიოდში, უახლესი შედეგები როგორია? პირველ რიგში გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მაისის ბოლოს მდგომარეობით ჩვენი აქტივები აგრძელებს საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდას. 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივებმა და ეს წელი და ეს პირველი 5 თვე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მერყეობა გქონდა ამ 5 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე, ვხედავთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო 5 თვე არის საპენსიო ფონდის ისტორიაში, ვინაიდან განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე დავინახეთ აქციების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე. 9.4 მილიარდი ლარიდან ჩვენი მომგებიანობა საკმაოდ მაღალი არის, თუმცა მეორე ფაქტორი, რომელიც აქტივების ზრდას უწყობს ხელს, ეს არის კონტრიბუციები, რომელსაც ვიღებთ მონაწილეების მხრიდან. როგორც იცით, ჩვენ მაერთიანებთ დაახლოებით 1.5 მილიონ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ყოველთვიურად ახდენს კონტრიბუციებს ფონდში, რაც პირდაპირ აისახება ფონდის აქტივების ღირებულების ზრდაზე. მართლაც მნიშვნელოვანია და კარგია ეს კონტრიბუციები და დიდი კონტრიბუცია კიდევ უფრო მეტია, მეტი შემოსავალი მოქალაქეებისათვის, მეტი ანაზღაურება ნიშნავს მეტ კონტრიბუციას. ამ შემთხვევაში რომ შევაფასოთ ვითარება ბალანსი შემოსავლიანობასა და რისკებს შორის, რაც ასევე გვაინტერესებს გარკვეულად რისკავთ ჩვენს. როგორია ამ კუთხით ეს გონერული ბალანსი? როგორც იცით, ჩვენ სამი განსხვავებული ტიპის რისკიანობის პორტფელს ვმართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი. და აქ კანონის შესაბამისად გვაქვს განსაზღვრული განსხვავებული ლიმიტები, რა ტიპის აქტივის კლასებში შეგვიძლია ინვესტიციები გავაკეთოთ. და რო შეხედოთ, დინამიკური პორტფელი არის ძირითადად ინვესტირებული საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაახლოებით 55% არის აქციებში ინვესტირებული, ხოლო 45% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო კონსერვატიული პორტფელი უფრო ქართულ საქართველოში არის ინვესტირებული, დაახლოებით 80% აქტივების არის ინვესტირებული საქართველოში, 20% საზღვარგარეთ აქციების ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენს მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ თავიანთი მოლოდინების და თავიანთი ხედვის მიხედვით აირჩიონ, რომელი პორტფელი შეესაბამებათ მათ. კონსერვატიული პორტფელი შედარებით უფრო ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან აქტივების ძირითადი ნაწილი ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტებია. ეს არის სადებოზიტო სერტიფიკატები, სახაზინო ობლიგაციები, ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები და აქციები, რომელიც მეტი მერყეობით არის გამორჩეული, შედარებით ნაკლები წილით არის კონსერვატიულ პორტფელში გამოხატული. მაშინ როცა დინამიკური პორტფელი უფრო მეტი მერყეობით გამოირჩევა, ვინაიდან ეს აქციები ყოველდღიურად, როგორც იცით, ბევრი ფაქტორი ახდენს აქციების ბაზარზე ფასებზე გავლენას, შესაბამისად ეს იწვევს საპენსიო დანაზოგების მეტ მერყეობას და ეს არჩევანი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ თვითონ გააკეთოს. ხო, ერთი ეს რომ ზუსტად ეს კითხვა რომ შეგვიძლია ხო ბუნებრივია რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილებები ჩვენ თვითონ მივიღოთ, ეს ერთი ნაწილი და მეორე აქციები ერთია რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე თქვენ განდობთ ვინაიდან გუჯერა რომ თქვენ ყოველდღიურად კი არა საათობრივად აკვირდებით მიმდინარე პროცესებს, სწორი კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით რაც განთავსება ხდება, ხომ ამ კუთხით დაკვირვება ალბათ და ანალიტიკას აკეთებთ თქვენ მუდმივად. ნამდვილად, ზოგადად ინვესტირებაში, აქციების ბაზარი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო აქტივის კლასად გრძელვადიან პერიოდში დანაზოგების მაქსიმიზაციისთვის. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც შედარებით დიდი საინვესტიციო პერიოდი აქვს, საპენსიო ასაკამდე დარჩენილი ბევრი წელი აქვს, მათთვის უფრო შესაფერისი არის დინამიკური პორტფელი, ვინაიდან დინამიკურ პორტფელში ეს ზრდის ფაქტორი ბევრად მეტია, თუმცა მეორე მხრივ, მერყეობაც მეტია, როგორც აღნიშნეთ. ჩვენი აქტივების პორტფელში ეს აქციების ბაზარი, ეხლა წლევანდელი წელი დრო შევაფასოთ, ერთ-ერთი საუკეთესო არის. დაახლოებით 14% არის მხოლოდ 5 თვეში გაზრდილი აქციების ბაზარი, მაშინ როცა ადგილობრივ ინსტრუმენტებში მსგავსი
მსგავსი მაღალი შემოსავლიანობა, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ აქციების ბაზარზე ვნახეთ ძალიან დიდი მერყეობა, როგორც იცით, აი მარტში, რაც ირანში კონფლიქტს უკავშირდებოდა, რამაც აქციების ბაზრის მნიშვნელოვანი კორექცია გამოიწვია. მარტის ბოლოს მდგომარეობით დინამიკური პორტფელის შემოსავლიანობა თითქმის ნულთან იყო ჩამოსული. თუმცა მას შემდეგ ასევე ვნახეთ ძალიან მაღალი ზრდა აქციების ბაზრის და მაისის ბოლოს მდგომარეობით დინამიკური პორტფელის მომგებიანობა არის დაახლოებით 9%, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობა არის დაახლოებით 5.5%. ანუ თითქმის 3.5%-ული პუნქტით სჯობნის დინამიკური პორტფელი კონსერვატიულ პორტფელს ამ პირველი 5 თვის მონაცემებით. კი ბატონო, მოკლედ გლობალური გაურკვევლობა ასევე გავლენას ახდენს, ხო, ბუნებრივია პორტფელის ნაწილზე და ამ კუთხით საინტერესო იქნება თუ პროცესების სტაბილიზაციისკენ წავიდა, რომელი პორტფელი როგორ გადაადგილდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დინამიკური პორტფელზე გეთანხმებით თუ გრძელვადიანი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ადამიანი რაღაც გრძელვადიანად ფიქრობს და დიდი სივრცე აქვს პენსიამდე, ალბათ ხო ეს დინამიკური პორტფელი კიდევ უფრო საინტერესოა ამ კუთხით. კაპიტალის ბაზრის ფონდის პორტფელში ინვესტირებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვათ ამ კუთხით და ვითარება საქართველოში ყოველთვის გვაქვს ხოლმე აი ამ კუთხით რა ვითარება, რა პერსპექტივა გვაქვს და ზოგადად გვაქვს თუ არა უფრო მეტად პროგრესი. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ვართ. განსაკუთრებით ლარის მიმართულებით, ლარში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებლები ვართ, როგორც იცით, ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი არის საბანკო პროდუქტებში ინვესტირებული, ასევე სახაზინო ობლიგაციებში და აქაც საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტორად ჩამოვყალიბდით ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თქვენ როგორც იცით, ეხლახანს გამოუშვა სახელმწიფომ 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება ნახა როგორც ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან, მათ შორის ჩვენგან. მოვიხილეთ გეოგრაფიაც მათ შორის ჩვენგან და ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ესეთი ემისიები ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ჩვენც ერთ-ერთი ინვესტორი ვიყავით ადგილობრივ ბაზარზე და ამ მიმართულებით ეს არის ჩვენთვის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და სტრატეგიული აქტივის კლასი. რო შევხედოთ ადგილობრივი კორპორატიული კაპიტალის ბაზრის განვითარებას, როგორც იცით, ეს ბაზარიც საკმაოდ დიდი მაღალი ტემპით იზრდებოდა ბოლო 3 წელია ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ზომა. აქაც ჩვენ განსაკუთრებით ლარის ემისიებში ერთ-ერთი ინვესტორი ვართ, თუმცა ჩვენ აქტივებში აღნიშნული ობლიგაციების წილი მაინც არ არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 2% არის მთლიანი აქტივების ინვესტირებული ადგილობრივ ობლიგაციებში, თუმცა ეს ჩვენთვის ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ადგილობრივ ეკონომიკაში მივიღოთ პირდაპირი მონაწილეობა და პირდაპირ დავაფინანსოთ ადგილობრივი კომპანიები. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი კომპანიებისთვის ასევე და კარგია რომ ამას სათანადოდ და კარგად იყენებენ ამ ჭრილში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ხაი ბევრი ვისაუბრეთ დივერსიფიცირების ნაწილზე, იგივე აქტივების ჭრილში, კიდევ უფრო მეტი რო ვთქვათ, გეოგრაფიულ ჭრილში განაწილებაზე, საქართველოს გავიგეთ ამ კუთხით და სად ვართ ყველაზე უფრო მეტად წარმოდგენლები ჩვენი საპენსიო დანაზოგები გეოგრაფიულად როგორ ფარავს სოფლიოს. კი, ჩვენი აქციების ბაზარიც საკმაოდ დივერსიფიცირებული არის, როგორც იცით, მთლიანი აქტივების დაახლოებით 20% არის აქციებში ინვესტირებული. აქ ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ სტრატეგიული და ვაკეთებთ უფრო ზემოდან ქვემოთ ანალიზს, რაც ნიშნავს, რომ ვაკეთებთ სხვადასხვა რეგიონების ანალიტიკას და ინვესტირებას ვაკეთებთ აი რეგიონულ ჭრილში. ჩვენი ძირითადი მიმართულებები აქტივების ამ საერთაშორისო აქციების პორტფელის დაახლოებით 40% არის ინვესტირებული ამერიკაში, ამერიკის ტოპ 500 კომპანიაში, S&P 500-ის ინდექსი არსებობს, რომელშიც ჩვენი აქტივები ამ აქტივების 20% არის 40% არის ინვესტირებული. გარდა ამისა, გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული განვითარებადი აზიის, ევროპის და განვითარებადი ბაზრების აქციებში. ბოლო პერიოდში, ბოლო 2 თვეში, მაგალითად, ასევე დავიმატეთ კორეაში ინვესტიციები და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია ჩვენს საპენსიო ფონდის ისტორიაში, დაახლოებით 30% არის გაზრდა
მიზრდილი კორეის ბაზარი ამ ბოლო პერიოდში და ამ ყველაფერს ხელს უწყობს AI-ისთან დაკავშირებული წინსვლა, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება ჰპოვა, განსაკუთრებით განვითარებადი აზიის ქვეყნებში, ეს არის იაპონია, კორეა და შესაბამისად ჩვენი ინვესტიციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ძალიან მომგებიანი იყო ჩვენი მონაწილეებისთვის. კი ბატონო, ეს მართლაც საინტერესო ნაწილია კორეის აღმოჩენა ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შეიძლება კორეის აღმოჩენას უყურებს ასევე ტურიზმის შესავალში აღნიშნე ტურიზმის პორტფოლიო. საინტერესო ქვეყანად იკვეთება კორეა საქართველოსთვის ამ კუთხით. ასევე აუცილებლად მინდა გითხოთ ჩვენ ახლა ბოლო პერიოდის მოვლენებზე საუბრობდით და განკუთვნილად მაღალი ინფლაცია იგივე გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთების ნაწილში. აი ამ კუთხით თუ არის რაიმე ესეთი ცვლილება, რომელიც საინვესტიციო გარემოზე ესეთ უფრო სოლიდურ გავლენას ახდენს? ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მაისში ვნახეთ, ეს იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ამ ინფლაციური წნეხის შემცირებისკენ. 0.25%-ით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინფლაციის დასტაბილურებას წლის მეორე ნახევარში. ინფლაცია ნამდვილად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ჩვენთვის როგორც გრძელვადიანი ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალური ამონაგების, ანუ ინფლაციით გათვალისწინებული ამონაგების მაქსიმიზაცია ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ როდესაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ, მწყიდველ თუნარიანობა ჩვენი დანაზოგების არ იყოს გაუფასურებული და ინფლაციამ არ შეჭამოს. ამ მიმართულებით ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, რაც შეგვიძლია, რომ ინფლაციისგან დავიცვათ ჩვენი აქტივები და ჩვენი დანაზოგები, ეს არის სწორედ აქციების ბაზარი. ვინაიდან აქციების ბაზარი ყველაზე სწრაფად ასახავს ფასების ზრდას. აი პირდაპირ, როდესაც ინფლაცია განსაკუთრებით მსოფლიო ბაზარზე, ვიდრე საქართველოში, მსოფლიო ბაზარზე, როდესაც ინფლაციის წნეხი იზრდება, კომპანიები ზრდიან ფასებს, შესაბამისად მათი აქციის ფასებიც იზრდება და მიყვება და ყველაზე საუკეთესო ჰეჯირების ინსტრუმენტი ჩვენთვის ეს არის. ვინაიდან საქართველოში არ აგვაქვს ინფლაციასთან დალინკული რაღაცა ინსტრუმენტები ადგილობრივ ბაზარზე, ყველაზე საუკეთესო მაინც დოლარში ინვესტირება და დოლარში განსაკუთრებით აქციებში ინვესტირება არის ინფლაციასთან მიმართებით. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პროცესის გამჭვირვალობა იგივე რა დონეზე უზრუნველყოფილი, რომ აი მოქალაქეებმა შეძლონ მათი ინტერესების მაქსიმალურად დაცვა მინიმუმ დაკვირვების საშუალებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მონაწილეებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი თემაა, რომელიც ფინანსურ ტერმინოლოგიას უკავშირდება, თუმცა ყოველთვიურად ვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე თვიურ მიმოხილვას, რომელიც მიმოიხილავს სამივე პორტფელის ჭრილში, რა შედეგები გვქონდა, რამ გამოიწვია ზრდა, რა იყო ძირითადი აქტივის კლასები, რომლებმაც მომგებიანობა აჩვენა. და ამისა ვაქვეყნებთ ინტერაქტიულ სტატისტიკას, რომელიც ასევე ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავუმარტივოთ მონაწილეებს ამ ინფორმაციაზე წვდომა. გარდა ამისა, როგორც იცით, ყველა მონაწილეს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, სადაც შეუძლია რომ შევიდეს და ნახოს მისი პორტფელი, მისი დაგროვილი აქტივები, როგორ არის განაწილებული, ვინ ჩაურიცხა, რომელი დამსაქმებლისგან ჩაერიცხა ფული, რა იყო დაგენერირებული მოგება მის მთლიან დაზოგილ თანხაში, როგორ არის განაწილებული მისი პორტფელის შესაბამისად მისი აქტივები და ეს ინფორმაცია ყველა ინდივიდს შეუძლია რომ ნახოს თავის გვერდზე. საინტერესოა თუ არის რაიმე სტატისტიკა, რამდენად აქტიურად იყენებენ გვერდის ნახვას, ამ შემთხვევაში რამდენად აქტიურად ამოწმებენ მოქალაქეები. ზოგადად აქტიურობა განსაკუთრებით ჩვენ ვუყურებთ დინამიკას გადასვლების პორტფელებს შორის, როგორც იცით, ადამიანებს აქვთ უფლება მოვიდნენ ჩვენთან საპენსიოში და იუსტიციის სახლში და გადაიტანონ თავიანთი პორტფელები. როგორც უყურებთ, ძალიან დიდი აქტივობა მაგ მხრივაც არ გვაქვს, არ ვხედავთ დიდ აქტივობას. ეს ნახოს რომ გენდობიან, რომ
თქვენ გადაწყვეტილებას ენდობიან. ნამდვილად და ეს არ არის მარტო ქართული ეფექტი, ეს არის ზოგადად ქცევითი საქციელი ზოგადად ადამიანების განვითარებულ ევროპაშიც კი, რომ ადამიანებს არ უნდათ ესეთი გადაწყვეტილებების თავად მიიღება და ეს იწვევს აი ამ შედარებით ნაკლებ აქტივობას და უფრო მეტი ნდობა აქვთ. კი ბატონო, აი სხვა შორის ხა ევროპა ვახსენეთ და საერთაშორისო პრაქტიკას რომ შევხედოთ ჩვენი საპენსიო ფონდის საინვესტიციო შედეგები, იგივე რამდენად კონკურენტუნარიან საერთაშორისო პრაქტიკასთან, რელევანტურ პრაქტიკასთან შედარებით. ჩვენ ვაკვირდებით მუდმივად, როგორ ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი შედეგების მიხედვით და OECD არის ორგანიზაცია, რომელიც აი ამ ინფორმაციას აგროვებს ყველა ქვეყნისგან, ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების საპენსიო ფონდებისგან და აი ბოლო მონაცემებით 2025-ის რიცხვები ჯერ მათ არ აქვთ განახლებული, თუმცა ჩვენი ანალიზითაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეალური ამონაგები გვაქვს. რეალური მომგებიანობა გვაქვს. ტოპ 3 ქვეყანაში შევდივართ ამ რეალური ამონაგებით, განსაკუთრებით თუ შევხედავთ მაგალითად ბოლო 3 წლის გაწლიურებულ მაჩვენებელს, აქაც საკმაოდ მაღალი მომგებიანობა გვაქვს და რასაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, საერთაშორისო აქციები საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდათ 2023 წლიდან, მაგრამ მეორეს მხრივ ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ კარგი ინვესტიციებს ვაკეთებთ. ადგილობრივ ბაზარზე დეპოზიტების განაკვეთები მაინც მიმზიდველი რჩება ჩვენთვის სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობაც საკმაოდ მაღალი არის, რაც ბევრ ქვეყანაში ესე არ არის, იმიტომ რომ ადგილობრივი დეპოზიტების ბაზარი ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალ ამონაგებს იძლევა განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით. კი ბატონო. და პრიორიტეტები აუცილებლად მინდა კითხოთ, რა არის საინვესტიციო სამსახურის ძველვადიანი პრიორიტეტები? ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის აქტივების დივერსიფიკაცია, ვინაიდან ეს არის რისკების მართვის საუკეთესო გზა ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ ამ აქტივების იმ აქტივებში ინვესტირების საშუალება, რომელიც გვაქვს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ადგილობრივ ბაზარზე, გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბაზარზე, კაპიტალის ბაზარზე მეტ ემისიებს, მეტ ინვესტიციებს, რაც რა თქმა უნდა ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციასაც შეუწყობს ხელს და თან კაპიტალის ბაზრის განვითარებას დაეხმარება. კი ბატონო და კიდევ ერთხელ ასე ვთქვი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი საპენსიო დანაზოგები და გრძელვადიანი ინვესტირება იმ ყველაფრის ფონზე, როცა შეიძლება მაინც გვაქვს პენსია, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, რატომ ეს ვერსია, რატომ უნდა გავყვეთ ამ ვერსიასაც? ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მოგონილი, ან ქართული გამოგონება არ არის ეს მეორე პილარი საპენსიოსი. ეს არის ევროპაში, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა არსებობს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, ვინც არიან დასაქმებულები და აქვთ ხელფასი, თავიანთი ხელფასის შესაბამისად დააგროვონ ბევრად მეტი დანაზოგი, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო მისცემს. ჩვენ როდესაც ვაკეთებთ პროგნოზს ადამიანების სამომავლო საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებლები შეიძლება მიიღო. ანუ ერთის მხრივ, როგორც იცით, შენარჩუნდება პილარ 1, რომელიც ეს სოციალური პენსია, რასაც ქვია, და ეს იქნება დამატებითი შემოსავალი პენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის, რათა ბევრად უკეთესი ცხოვრების ხარისხით იცხოვრონ პენსიაზე გასულმა ქართველებმა. ანა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენც ეს გსურს, რომ პენსიაზე გასულმა ქართველებმა ისე როგორც პენსიამდეც, ბევრად უკეთესი ხარისხით იცხოვრონ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხსოვოთ ანა კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაუბრებს ბრძანდებით და საინტერესოდ გვიხსნით ხოლმე მიმდინარე პროცესებს საქმის კურსში გვაყენებთ ყოველთვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.